პოლიცია ამ შემთხვევაში ხო იცავს სამლოცველოს და ადგილობრივ მოსახლეობას სამლოცველოს უშუალოდ კარიბჭესთან არ მნიშვნელოვანია რომ გადაეღობა მათთვის გზა და ეს ლოცვა მიმდინარეობს ახლა. ხო ეს ნახეთ კი, მაგრამ ასევე საინტერესოა მუხარებთან დაკავშირებული საკითხი და ამ ხრივაც უნდა შესაბამისი ნაბიჯები გადადგას სამართალდამცველებმა. რომ ერთი მხრივ მუხარები შეწყდეს და მუხარების ავტორებს აგებინონ პასუხი. ზუსტად ასეთი რიტორიკა ადგილობრივი მოსახლეობის არის ანალოგიური ნიგზიანელი მოსახლეობის რიტორიკისა. ისინიც ამ ფრაზებს იყენებდნენ, რომ ეს არის ქრისტიანული მიწა და აქ არ დაუშვებენ მეჩეთის მშენებლობას და იმის გამო რომ ნიგზიანში კანონდარღვევები არ დააკავეს და არ აგებინეს პასუხი ხომ სამართლებრივი გზა არ აირჩია სახელმწიფომ და აირჩია უბრალოდ რაღაც ორი რელიგიური გაერთიანების მედიაცია და ამით შემოიფარგლა და ერთგვარად განზე გადაკა ამ პრობლემის სამართლებრივი გზით მოგვარებისაგან ეს ფაქტორი გახდა მე ვფიქრობ მიზეზი რომ დღეს წინწყაროშიც ანალოგიურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, მაშინ როდესაც სამართალდამცველები მოქმედებდნენ ადეკვატურად, პრობლემა იხსნებოდა. ეს იყო ბასილ კალავიშვილის დაკავება, რომლის შემდეგაც წელიწადნახევარი ფაქტობრივად ერთი განცხადებაც კი არ შემოსულა სახალხო დამცველის სახელზე რელიგიური დევნის თაობაზე. ეს იყო მართლმსაჯულთა კავშირის წევრების დაკავება, რომლის შემდეგაც შეწყდა ფაქტობრივად მასშტაბური შეუწყნარებლობის კამპანიები და მუხარები და ზეწოლები ადამიანებზე განსხვავებული აზრის და აღსარებლობის გამო და ეს იყო ის წლები, როდესაც 2006-7 წლები, როდესაც სამართალდამცველებმა დააკავეს და გასამართლნენ ადამიანები რელიგიური დევნის გამო. 17 ადამიანი იქნა გასამართლებული და 9 იხდიდა ამათგან სასჯელ ასრულების დაწესებულებაში. პასუხისმგებაში იყვნენ ისინი მიცემული და ამ დროს პრობლემები მინიმალიზდა. მაგრამ თუ კი სახელმწიფო უმოქმედობას არჩევს და მხოლოდ დამკვირვებლის როლში იქნება და მედიატორის როლში იქნება სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებს შორის, ეს რა თქმა უნდა ეს ერთი მხარეა და ამ გზითაც უნდა იაროს რა თქმა უნდა სახელმწიფო, მაგრამ მეორე მხარე არის ის, რომ კანონდარღვევს უნდა აგებინონ პასუხი, ისე როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, როგორც მოითხოვს საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ამბობს, რომ ეთნიკურად აცხადებს, რომ ყველა არის თანასწორი მისი რელიგიური მწამსის მიუხედავად. ყველა ადამიანი საქართველოში არის თანასწორი მისი რელიგიური მწამსის მიუხედავად და აღიარებს ასევე რელიგიის რწმენის აღსარებლობის თავისუფლებას.